საღამოშვიდობისა, მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. ნამდვილად დიდი სიამოვნებით და სიხარულით მივდივარ ყველგან, სადაც დაგვიძახებენ, მაგრამ იქ როდესაც რაღაც ამ ყველაფერს, რასაც აქ ამა ვაკეთებს, როცა რაღაცას უკვე ხედავ, რომ აქ რაღაცა სისტემატიური ეს არ არის რაღაცა ესე კი ხანდახან გამახსენდა და რაღაცას გავაკეთებ, როცა რაღაცა ისეთ სისტემატურ ხასიათს იღებს, როგორც აქ არის და რაღაცა უკვე რაღაც ამ სამრევლოსთვის რაღაცა უკვე რაღაც თავის სამასაურო ცხოვრების წესია უკვე და ეს ყველაფერი რაღაცა იქიდან იმ ხალხთან რაღაცა სხვანაირად რაღაცა ორგანიზებული მიდიხარ ადამიანი, რომ იცი რომ რაღაც ადამიანები რაღაცა საინტერესოსთვის თუ სერიოზულისთვის არიან განწყობილი სხვა საკითხია, მე რამდენად სერიოზულად გამომივა და კარგად გამომივა, კიდე სხვა საქმეა. და რასაკვირველია, რაღაცა დიდი სიხარულით რაღაცა მოვედი და რაც რაიმე შემილია საინტერესო თქვა დღეს ამ დიდი მეფის შესახებ რაღაცა შევეცდები მოგახსენოთ თუ რამე გამომჩება და რაღაცა ისეთი მე რაღაცა შემეკითხებით და რაღაცა შეკითხვებითაც შევავსებთ ამ ამბავს. სანამ თვითონ დავიძე გეტყოდეთ, მინდა ვთქვათ, რომ ესე იგი ისინი ბაგრატიონები არიან, მოგეხსენებათ და ბაგრატიონთა ისტორიკოსი, ესე ვთქვათ, მათი ისტორიის დამწერი სუმბა დავითის ძე წერს, რომ ისინი არიან ბიბლიური დავით მეფის შთამომავლები. ანუ ბაგრატიონები თავიანთ თავს თვლიდნენ ბიბლიური დავით მეფსალმუნის დავით მეფის შთამომავლებად. ეს არ არის შემთხვევითი ამბავი, ახლა ეს როდესაც გვარი რაღაცა ვთქვათ სამეფოზე და მეფობაზე თუ რაღაცაზე აცხადეს პრეტენზიას თუ რა ვიცი, რამდენად კაი სიტყვა ეს პრეტენზია, ასაკურელი მას ჭირდება რაღაც იდეოლოგიური საფუძველიც, რომ რითი ხარ შენ მაგალითად ბაგრატიონი რო ხარ, რითი ხარ უკეთესი მაგალითად კიბროძაჟულიძე, ხო სიტყვაზე. ამას ჭირდება თავისი იდეოლოგიური საფუძველი და ეს იდეოლოგიური საფუძველი იყო სწორედ იმის თქმა, რომ ჩვენ ვიღაცა კი არა ვართ. ჩვენ ვართ ბიბლიური დავით მეფის შთამომავლები და ეს უკვე რაღაცა სხვა წონას, სხვა ავტორიტეტს ზენდა ამ გვარს, რომელმაც რომლის დამსახურებაც ჩვენი ქვეყნის ისტორიაში არის უზარმაზარი. 1000 წელი მართავდნენ ისინი როგორც მეფეები ჩვენ ქვეყანას 1000 წელი. ისინი პირველად მე-6 საუკუნეში გამოჩნდნენ ეს საქართველოს პოლიტიკურ ასპარეზზე და მაგრამ როგორც მეფეები, ხოლო როგორც მეფეები უკვე ზუსტად 810 წლიდან 1810 წლამდე და ზუსტად 1000 წელი იმეფეს და აი ამ გვარის წარმომადგენლებს შორის რასაკვირველია 100-მდე მეფე იყო, 16-მდე წმინდანია, 9 კათოლიკოს პატრიარქი იყო და რასაკვირველია ამ გვარის წარმომადგენლებს შორის რასაკვირველია ეს გვირგვინი არის ეს ჩვენი მეფე დავით აღმაშენებელი, რასაკვირველია დიდი პატივისცემით სხვა დანარჩენი მეფეებისო, მათ შორის წმინდანებისაც, მაგრამ ასე ინება რომ და ისტორიამ და თვითონ ამ პიროვნებამ ისეთი რამეები აკეთა, ეს ჩვენი პირადი სიმპათია, ანტიპათიები კი არის, ყველაფერი და ყველა ფასდება მისი გაკეთებული საქმით. სარწმუნოებაც კი თვინი ეს საქმეთან არ არის. ესე იგი მარტო იმის თქმა, რომ მერთი წამს და ამითი დამშვიდე რომ მერთი ხომ წამს და მერთი წამს ეშმაკსაც. ჯერ მithქვას ახლა ბავშვებს რომ ხარ. მინდა თქვა მერთი არ გვინახავს და ეშმაკი პირადად იცნობს მას. იმიტომ რომ ანგელოზი იყო და პირადი ურთიერთობა ჰქონდა. ამიტომ წამს მარტო არ არის საკმარისი. სარწმუნოება თვინიერ საქმეთან არ არის. ხო და ჩვენ დღეს საუბრობთ კაცზე, რომელსაც სარწმუნოებაც ჰქონდა და უამრავი საქმე ჰქონდა. და რა ვიცი, ახლა ფიქრობ საიდან სათქმელი ბევრია და საიდან დავალაგოთ, მაგრამ რაღაც მოდი გავყვეთ სწორედ ქრონოლოგიურად გავყვეთ ამას ყველაფერს. მშობლები
მეფე გიორგი მეორე, დედა ელენე. დავითი 1073 წელს დაიბადა. ის ერთადერთი შვილი იყო თავისი მშობლების. ორი სიტყვა მინდა თქვა გიორგი მეორეზე, იმიტომ რომ რაღაცა ისტორიოგრაფიაში ვფიქრობ, რომ თლაც სამართლიანად არ მოეპყრნენ ამ კაცს. ისტორიკოსაც და შემდგომ ხეს ხშირად როგორ ხდება ხოლმე, იცით ხო, დამეთანხმებით, რომ ხა სამეცნიერო ლიტერატურაზე ხა რაღაცა ისტორიულ ყველა ხა არ კითხულობს ამას, მაგრამ ხა ისაც მხატვრული ლიტერატურა იმას ყველა უფრო გასაგებია და ისეთენი დაწერილი და მაგალითად შეიძლება ქართლის ცხოვრება და ეს ისტორიული წყაროები არ წამეკითხავს, მაგრამ წამეკითხავს კონსტანტინე გამსახურდიას ყავს ტეტრალოგია, ხო? და იქ რო წამეკითხავს ვინ არის გიორგი, გათახსირებულია მისთაც არ გასწორებული. ბოდიშია რა, ასია. და ვიღაც ისტორიკოსებსაც. ხო და არასწორი არის, მადლობა ღმერთს, ეს აი დღეს თანამედროვე ისტორიოგრაფიაში რაღაცა ცოტა ხდება ეს გადაფასება. ისი თქმა უნდა, რასაკვირველია, გიორგი მეორე დავით ამაჟანელი არ იყო. მაგრამ ის როგორც ის არის, ესე იგი, მოსწორებული ჩემს მიერ დასახელებული და მიწასთან გასწორებული, რომ ესე იგი, რომ დროს ტარება და ქეიფი და ნადირობა ერჩივნა ყველაფერს ახლა. ყველაფერი ყველა ჩვენ მეფეს უყვარდა. ხო? ყველას უყვარდა და ყველას მიყვარს. მაგრამ აი ამ დონეზე როგორც ეს იქ არის მოცემული, ესე არ არის, არავისზე ნაკლები ვაჟკაცი არ იყო, არავისზე ნაკლები, აქვია ხმლის მკვლეველი არ იყო. მაგრამ ნუ რაღა მან ვერ შეძლო რაღა, აი ვერაფერი ისე ბოლომდე ვერ მიიყვანა. ამიტომ ხო დავით აღმაშენებელი არ იყო ხა. თან იმასაც ვამოხმობ, რომ ეხლა როცა შენს მერე მოდის ისეთი ფიგურა, როგორც დავით აღმაშენებელი, ყველაფერი ფეთქალდება. მით უმეტეს უდა შე რაღაცები ვერ გამოგივიდა. ამას ბევრი ამას ჰქონდა თავისი ობიექტური მიზეზი, თორე კიდევ ერთხელ არავისზე ნაკლები ვაჟკაცი არ იყო და მეფე არ იყო ნაკლები გიორგი, მაგრამ ვერ გამოუვიდა რაღაცები და მე რაღაცებზე გულიც აიცრუა და მაგრამ ხა იმის თქმა რომ ესე იგი რა ქვია ჭამასმას და ნადირობას გადააყოლა ქვეყანა და რაღაც ამ ასე მიწასთან გასწორება თუნდაც იმიტომ არ შეიძლება რომ დავით აღმაშენებლის მამა ბოლოს და ბოლოს ყველაფერსო დავით დავანებოთ აი ამ ოჯახში გიორგი მეორისა და ელენე დედოფლის ოჯახში 1073 წელს დაიბადა დავითი მეტი შვილი ოჯახს არ ყოლია ის აღმოჩნდა რომ იყო ერთადერთი შვილი თავისი ოჯახის. აქვე მოკლედ მინდა თავის ოჯახზე, შემდგომ მან რო ოჯახი თქვა, ის თქვა და მე გადავიდე დანარჩენზე. ჩვენ ვიცით ისტორიიდან რომ მას ორი მეუღლე ყავდა. სამწუხაროდ პირველი მეუღლის შესახებ მხოლოდ ის ვიცით რომ ის იყო სომეხი და სხვა არაფერი არ ვიცით. პრაქტიკულად არაფერი მის შესახებ ჩვენ არ ვიცით. და აი ამ მეუღლესთან ყავდა მას შვილი, პირველი შვილი იყო თამარი, მერე იყო შვილი დემეტრე მე მეფე დემეტრე პირველი, ასევე წმინდანად შედაცხული. ღვთისმშობლის იამნიკოს შენხარვენახის ავტორი და გოგო კატაი. აი ესენი ყავდა მას, ასე ვთქვათ, ხოლო მეორე მეუღლე მისი გახლდათ, მას ჩვენ კიდევ ქვემოთაც შევეხებით. ყივჩაღელთა მთავრი სათარქა შარაღანიძის ქალიშვილი გურადუხტი, რომელთანაც მას შეეძინა ვაჟი ვახტანგი, რაც ჩვენ დადასტურებულად ვიცით, თუმცა ზოგიერთი მონაცემით თითქოს კიდევ ყავდა გოგო და კიდევ ყავდა ვაჟი, რომელიც გიორგი უნდა ქმნებოდა და მცირეწლოვნობაში უნდა გარდაცვლილიყო. თუმცა ნუ ახლა ეს ცოტა საკამათო ამბებია. ეს რაც ნამდვილად ვიცით, რომ იქ ყავდა 3 შვილი და აქ ამ გურადუხტთან ვახტანგი, რომელსაც სახში მოფერებით სვატას ეძახდნენ. ესენი რო ყავდათ, ამაზე ორი აზრი არ არსებობს, მაგრამ შესაძლებელია რომ აი რაღაცა ამ მეორე ცოლთან კიდე ყოლოდა შვილებიც, რომელზეც ჩვენ სამწუხაროდ არანაირი ინფორმაცია არ აქვს. ეს აი მისი რაღაც ოჯახის შესახებ. როგორც ვთქვით, ასე 1073 წელს არის ის დაიბადა ისა და 16 წლის ასაკში 1099 წელს ის არის სამეფო ტახტზე. ქართულ ისტორიოგრაფიაში არის გარკვეული ისეთი რომ რა მოხდა სამეფო ტახტზე, იმიტომ რომ როგორც წესი, ხდებოდა როგორ მამა ყდება და ტახტზე ადის შვილი. ამ შემთხვევაში ასე არ მოხდა. გიორგი მეორე გადადგა თუ გადააყენეს. ასე ვთქვათ, ზოგი თulis რომ რაღაცა ეს რაღაც პატარა
შეიძლება იძულებაც იყო და ის აიძულესო გადამდგარი იყო, ზოგი თulis რომ რაღაც ის თავისი გარდა, თუმცა ერთი რამის თქვა შეგვიძლია რომ გიორგი მეორე ცოცხალი იყო 1112 წლამდე, ანუ გადადგომიდან. რამდენი გამოდის 11 და 12, 23 წელიწად ის ცოცხალია. და ნუ ერთ სიტყვით აი სამეფო კარმა ასე ვთქვათ რომ ის მას უჩიეს, ასე ვთქვათ ჩვენ, უჩიეს რომ გადადგა და თავისი 16 წლის ვაჟი დავითი შემდგომში აღმაშენებლად წოდებული ადის სამეფო ტახტზე 1099 წელი. ეხლა როცა რაღაც პიროვნება უნდა შევაფასოთ და ჩვენ ვთქვით რომ საქმეებით უნდა შეფასდეს ეს ყველაფერი, ხო? როგორ უნდა გაკეთდეს ეს ამბავი? უნდა თქვა რომ რა ჩაიბარა ამ კაცმა, რა დახვდა და რა დატოვა. და მათ შორის რაც პლუსით განსხვავება იქნება, აი ეს ყოფილა მისი გაკეთებული საქმე. სიტუაცია და ვითარება კი გვახდათ ასეთი რომ რეალურად საქართველოს არის დაშლილი, მართალია ბაგრატ მესამემ დაიწყო ეს პროცესი. მაგრამ ანუ მან გაერთიანა მისი მემკვიდრების დროს ისევ დაიშალა, მე ისევ რაღაცა მცდელობები, მაგრამ რეალურად ეს ქვეყანა არის დაშლილი, დაქუცმაცებული. აღმოსავლეთ საქართველოს პრაქტიკულად მთლიანად თბილისის ჩათვლით ესეთი რუსელჩუკების მიერ გაკონტროლებული. რეალურად შეიძლება ითქვას, რომ დავითის ხელისუფლება ვრცელდება დასავლეთ საქართველოში. ამიტომ დედაქალაქიც რა არის მაშინ ქვეყნის? ქუთაისი. სადაც თქვენ აპირებთ წასვლას. ქუთაისია დედაქალაქი, ქვეყანა უკვე კარგი ხანია, აი ბაგრატიდან მოყოლებული და უფრო იგი იმართება იქიდან, იმიტომ რომ თბილისი არ არის ჩვენ. ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ აღმოსავლეთ საქართველოში, ჩვენი მდგომარეობა ძალიან ისეთი სავალალო. ამიტომ ქვეყანა იმართება ქუთაისიდან, რეალურად იქ იმაზე ვრცელდება დავითის ხელისუფლება. აღმოსავლეთ საქართველოში ეს ხელისუფლება ნაკლებად ვრცელდება. და ამას დამატებული შიდა ფეოდალური დაპირისპირებები გვარისა გვართან, გვარებისა მეფესთან, მეფისა მათთან საკმაოდ დაულაგებელი და აწეწილი მდგომარეობა ეკლესიაში და ამას ჩვენ შევეხებით, როცა ვახსენებთ რუის ურბნისის კრებას. ამდენი ამ თურქ-სელჩუკების შემოებისაგან განახევრებული, გავერანებული ქვეყანა, რომ როგორც ისტორიკოსი წერს, რომ ხალხი ტყეებში და ღრეებშია გასული, რომ ასე ვთქვათ, თავი დაიცვას ამ თურქ-სელჩუკებისაგან. და აი ამ უმძიმეს ვითარებას და შექმნილ ერთობაზე რა. რომ 1099 წელი, ანუ მისი გამეფების წელი, კატასტროფული აღმოჩნდა ქვეყნისთვის მიწისძვრებიდან გამომდინარე. დამანგრეველი მიწისძვრები. ერთ-ერთი ასეთი იყო აღდგომა ღამეს, ესე იგი 1099 წლის აღდგომაზე მთელი წელი ეს გრძელდებოდა ეს მიწისძვრები ისე რომ ფაქტობრივად აღმოსავლეთ დანგრეული ქვეყანა. ის რაც შემოსევით თუ ერთმანეთის დაზიანებით მივაყენეთ ერთმანეთს და მე ესე იგი რაღაცა ბუნებაც რომ შემოწყრა ასე თქვა იმას და ასე თქვა ეს მიწი აი განადგურებული, გაჩენებული ქვეყანა. ფაქტურად აი ეს ჩაიბარა დავით აღმაშენებელმა 1099 წელს. ანუ აი როგორი სიტუაცია იცით რომ როდესაც აი რაღაცა როგა გასაკეთებელი, იმდენია გასაკეთებელი, საიდან რო დაიწყო რო არ იცი. მაგრამ ამ კაცის გენიალობა იმაში იყო, რომ ამან იცოდა საიდან უნდა დაიწყო. და გასავდა მიდემოდებებს კი არ აკეთებდა აქ რაღაც. ამან იცოდა საიდან უნდა დაიწყო და რა უნდა ეკეთებინა. როცა დავით აღმაშენებელზე საუბრობთ, ამ კაცის გენიალობა ბევრ სხვა რამებთან ერთად უპირველეს ყოვლისა იმაში მდგომარეობს, რომ მან ზუსტად იცოდა ყოველთვის როდის რა უნდა გაეკეთებინა. დღეს ახლა ჩვენ ასე ყველანი რაღაცა ვინდა თუ არ გვინდა რაღაცა პოლიტიკური მიებში ვართ, რა ქვია. ხო რაღაც ჩართულ ჩამასკნელი რა ქვია და შეიძლება ლაპარაკობთ ხო რაღაცა კაი პოლიტიკოსიც რას ნიშნავს ჩემი აზრით კარგი პოლიტიკოსი. კარგმა პოლიტიკოსმა იცის ზუსტად იცის როდის რა უნდა გააკეთოს. იმიტომ რომ ხანდახან არის რაღაცას გააკეთებ ერთი დღით ადრე და
კაპიტია იმ საქმე. ზუსტად უნდა იცოდე იმ რაღაცას რო აკეთებ, არის თუ არა ამისი დრო დამდგარი. არც დროზე ადრე და არც დაგვიანებული. აი დავით აღმაშენებელმა ეს ყველაფერი ძალიან კარგად დაალაგა და იცოდა რა დროს რა უნდა ეკეთებინა. ამას გარდა კარგი პოლიტიკოსობა იმასაც ნიშნავს, რომ მურემი გადაბრუნდება და გზა რო გამოჩნდება, ასე კი არა. კარგმა პოლიტიკოსმა უნდა გაცვლილი კონდეს აი რა შეიძლება მოყვეს. რო თქვა აი ასე რომ მოხდება რა უნდა ვქნა და ასე რომ მოხდეს რა უნდა ვქნა. ესეც ყველაფერი ძალიან კარგად კონდა გათვლილი ამ კაცს და აი ამიტომაც იყო რომ იცოდა როდის ეკეთებინა რა და რა დოზით. იმიტომ გამოვიდა ყველაფერი ისე კარგად როგორც გამოვიდა. ნუ ამას თავისთავად მისი პიროვნული ღირსებები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ყველაზე დიდი პრობლემა რასაკვირველია ეს იყო შიდა ფეოდალების დაძლევა. ესე იგი, როცა კაცს საკუთარ ოჯახში ვერ დაგილევებია რაღაცა და გარეთ გამოხარდა სამეზობლოში მიგინდა საქმე დაალაგო. დაგცინებენ და გეტყვიან შვილო, წადი ჯერ შენ საქმეს მიხედე ოჯახში იქა და მერე გამოდი და მემასწავლე, ესე იგი, რა ქვია, ბურს რა ქონდა, ყავს გაქონდაო რა. ხო და ამიტომ კაც რომელსაც სახში შიგნით აწეწილი გაქვს, ესე გავარდე და ესე იგი საგარეო საქმეები აგვარო, ხო? რა უნდა იყო ყოველთვის იცი რომ ზურგში ჩაქცემენ სახში. სახშივე ჩაქცემენ უკან იმას რა ქვია. ლახვარს. ამიტომ მიცის ამ კაცმა რომ ყველაფერი უნდა დაიწყოს ქვეყნის შიგნით მდგომარეობის დალაგებით. ამ დროს ამ ქვეყნის შიგნით დღევანდელი გაგებით რო თქვა ოპოზიცია დავითის ვინ იყო ეს იყო ბაღვაშების გვარი, ცნობილი გვარი ლიპარიტ ბაღვაში ეს საგვარეულო ცნობილი გვარი, დიდი გვარი დაპირისპირებული მეფესთან და არა მარტო ამ მეფესთან დავით აღმაშენებელთან სამწუხაროდ ის და აბულეთის ზეთა გვარი სავარაუდოდ ესენი აბულაძეების წინაპრები არიან არ მიწყენენ ალბათ თუ მოისმენენ მერე რა თუ არიან ხო და ბევრი ღირსეული ხალხიც იყო იქა ლიპარიტ ბაღვაში ეს გვარი და ძაგან აბულეთისძე და მისი ძმა ეპისკოპოსი მოდესტოსი. აი ესენი არიან დავითის ოპოზიციის სათავეში. და დავით მოიცის რომ ამათან უნდა ესენი თუ არ დაალაგა და ესენი თუ არა ქვია დააჭკვიანა და დააწესრიგა ისე არაფერი არ გამოვა. მაგრამ აი თქვენ ალბათ გაიგონიათ რომ ესე იგი დავით აღმაშენებელი ვარ ვიღაცა რა ქვია თავები წააცალა სარებზე ესეც იყო თავისთავად ჩვენ უნდა გვევწდება რომ ეს შუა საუკუნეებია და ხა ჩვენ დღევანდელი ნორმებით ესე იგი დღეს რომ ლამის კატასმეტი უფლება რა აქვს ვიდრე ადამიანს ეს ის დრო ეს შუა საუკუნეებია მკაცრი შუა საუკუნეებია და იქ თავის მოჭრა თვალების დათხრა წვირის მოჭრა რაც ეს ჩვეულებრივი ამბავია ჩვენთანაც და სახელოვან ევროპაშიც აზიაშიც და ყველგან ეს ჩვეულებრივი ამბავია მაგრამ უყურეთ რა შევა დავითი აი იგივე ამ ბაღვაშებთან დაკავშირებით ესე იგი პირდაპირ რაღაცა ესე იგი შუბზე და ნახვიზე და თქვია არა თუმცა რა თქვია ჯერ მაშინ სადა რაზე იყო სადა შემორიგება თითქოს შერიგდნენ კიდევაც იმიტომ რომ არ უნდა ახლა ამ კაცს ახლა და სისხლი ძმის სისხლი რატომ უნდა დაღვაროს თუ შეიძლება რომ რაღაცა მოლაპარაკები და რაღაც რატო დაიღვაროს სისხლი ხო მაგრამ როცა მოწინააღმდეგე ამის საშუალებას არ იძლევა და არ ჩერდება ხო ის მეფეა და თავისთავად ცხადია სისხლსაც დაღვრის და ვიღაცას თავსაც წააგდებინებ მეცსაც იზავს რაც ხდებოდა კიდევაც იმიტომ რომ ამას იმიტომ ვამბობ რომ მე ხშირად იტყვა ხო რომ გამიგონია ხოლმე და ალბათ თქვენს რომ ესე იგი და მე ასე წმინდანად შევრაცხეთ კაცო ეს კაცი და ზოგადად ამასთან დაკავშირებით მინდა გითხრათ რომ ესე იგი ჩვენ ასე თუ შევხედეთ რომ ესე იგი იმან რა აკეთა და მე წმინდანი მაშინ წმინდანები არ უნდა გვყავდეს ყველა 64-ში იქიდან ცოდული ხალხია სულ ყველა 64-ში იქიდან
ჩვენთვის ცნობილია დამისახელე დიდი წმინდანები რა ცოდვის რა წუმპიდან არიან ამოსულები და როგორ მოახერხეს ეს დაძლიერეს ეს ცოდვა სინანულის გზნობით თავისი ცოდვის გააზრებით თავდაბლობით და დღეს ეკლესიის დიდი წმინდანები არიან თუმცა უდიდეს ცოდვებში იყვნენ უამრავის დასახელება ყოველთვის ამ დროს მახსენდება ხოლმე მაგალითად მარიამ ეგვიპტელი უდიდესი წმინდანი რაც ცხოვრება გამოიარა ხო ვიცით 12 წლიდან რომ მეძაობს და რაც ცხოვრობით ცხოვრობს და იმიტომ კი არ მეძაობს რომ დღეს რო ხშირად გაუჭირდა და რა ეკნა და სხვა ვერაფერი იქნა და ხო მეტი ვერაფერი აღარ არის ეგ არის გამოსავალი თურმე არა ეს ამას რაც მეც ადამიანს აცტუნებდა რაღაცა ეშმაკირო აქ ყავს ადამიანს მაგრამ დღეს ვინ არის უკაცრავად ეკლესიის უდიდესი წმინდანია რატომ როგორ იმიტომ რომ მან იმ დიდი ცოდვების წილ მე ისეთი სინანული აჩვენა და რამდენი წელი იყო იქ უდაბნოში და დღეს ეკლესიის უდიდესი წმინდანია ერთი რამე უნდა გვახსოვდეს შემოძვირფასებო რომ ადამიანს ცოდვების სიმძიმე და რაოდენობა კი არ უპავს. აი ამ ცოდვების მოუნანიებლობა უპავს ადამიანს. არ არსებობს ცოდვა, რომელსაც ადამიანის მოწყალება არ გადაემეტება. ამიტომაც ადამიანს ცოდვები არ უპავს. ადამიანს უპავს ამ ცოდვების მოუნანიებლობა. უდიდესი ცოდვების ჩამდენი ხალხი ვიცით რომ დღეს დიდი წმინდანები არიან. სწორედ იმიტომ რომ მათ დიდი სინანულით მოახერხეს და გააკეთეს ის რომ დღეს ეკლესიის წმინდანები არიან. ამიტომ რომ ვაიმე ეხლა მე ჩავიდინე და მე ამას ღმერთი როგორ მაპატიებდა. შენ თავდაბლობა და სინანული გამოიჩინე. ხო და მოდი ღმერთს დაუტოვე როგორ გაპატიებს და რანაირად. ეგ შენი საქმე გააკეთე და ის თავისას გააკეთებს. ამიტომაც დიახ დავით უხდებოდა ასეთი რაღაცების კეთება. მაგრამ მე რა ჩვენ ბოლოში ვიტყვით, მე გალობანი სინანულისანს დაწერს. და ეს ამხელა მეფე ფაქტურად ხმამაღალ აღსარებას ამბობს და მე შევეხებით ამას ჩვენ ყველაფერს. აი ასე ხდებიან წმინდანები კიდევ ერთხელ ვძახი. დიახ, დიდ ცოდვაში ვიყავი, მრავალ ცოდვაში ვიყავი, მაგრამ მე დიდ სინანულში ჩავარდი და გახდა წმინდანი და ხდებიან წმინდანები. და ეს ყველას შეუძლია. ერთი სიტყვით აი რომ ვერაფერი გააგებინა რა ამ კაცს მიუხედავად იმ შემოირიგა მე უკვე სიტყვით რაღაცა ის მოხდა მისი ექსორე გააძევა ქვეყნიდან და ასეთი რამ თქვა რომ როგორცო ძაღლის კუდი არ გასწორდებაო და კირჩხიბი მართლაც სვლას არ დაიწყებსო ისევ ამათ არაფერი ამათ გვარს არაფერი არ ეშველებაო და მე უკვე გადავიდა ასე ვთქვათ რაღაცა შეტევაზე და დიახ ამას გარკვეული სისხლის ბრაც მოყვა მაგრამ ამას ითხოვდა ქვეყნის და სახელმწიფოს ინტერესები რახან ამას შევეხეთ აქვე ვახსენებ ეკლესიასაც ჩვენ თქვით რომ სამწუხაროდ არც ეკლესიაში იყო მდგომარეობა და ვითარება სახარბიელო სახარბიელო და ცუდად ძალიან საეკლესიო თავმდებობები აღებ მიცემობის საგანი ვაჭრობის საგანი ესე იგი საეკლესიო თავმდებობაზე წინააღმდებოდა ხალხი ვარიშვილობებით და არა რაღაცა დამსახურებებით ესე იგი და გადადიოდა ასე ვთქვათ თაობიდან თაობაზე და ფაქტურად აღმოჩნდა რომ ეკლესია იყო მეფის ერთ-ერთი დიდი მოწინააღმდეგე. ითხოვდეს ახლა ის მეფე რომელიც შეეცდება რომ რაღაცა წესრიგი დაამყაროს და ვთქვათ მოთეკოს შენიერი, ახლა ვის უნდა ყველას თავის ჭკვიანებაზე უნდა სიარული, ხო? აი ამას მოყვა ცნობილი ის რუბლის საეკლესიო კრება რომელიც ქრონოლოგიურად ცოტა შემდეგ იყო, მაგრამ რახან ამას ვეხები აქვე დავასრულებ ამ ამბავს რომ მან აი რუისისა და ურბნისის მიდამოებში ჩატარდა ეს კრება ცნობილი რუის ურბნისის საეკლესიო კრება. ეს კრება როგორ იყო იცით რომ კრება თითქოს ისე ტარდება რომ
მეფე თითქოს არ ჩანს. და რაღაცა სამკრებაზეც ის თითქოს ერთი მონათაგანი ჩვეულებრივი იგივე ადამიანი, მაგრამ ეს ასე არ ხდება. ყველა საეკლესიო კრება, მათ შორის ის დიდი მსოფლიო საეკლესიო კრებები ჩვენ რო ვიცით, ისინი ყველა იმპერატორების მიერ იყო მოწვეული და აქაც ეს დავითის ორგანიზებულია ეს ყველაფერი და დავითის გაკეთებულია თავისთავად. და აქ ბევრი რამ განისაზღვრა და ითქვა ამ კრებაზე, პირველს ყოვლისა რომ ეს უგრისი ხალხი იქნა მოშორებული ამ საეკლესიო თანამდებობებიდან და ამ თანამდებობებზე მოყვანილი იქნა ღირსეული ადამიანები. ამ საეკლესიო კრებაზე მოხდა ასეთი რამ, რომ ორი დიდი თანამდებობა, საეკლესიო და საერო თანამდებობა გაერთიანდა და თავი მოიყარა ერთი კაცის ხელში, ეს იყო გიორგი ჭყონდიდელი, წიგნობართო ხუცესი, რომელიც იყო დავით აღმაშენებლის აღმზრდელი, რომელიც იყო ჭყონდიდის ეპისკოპოსი და თან იყო წიგნობართო ხუცესის თანამდებობა ჩააბარა. წიგნობართო ხუცესი დღევანდელი პრემიერ-მინისტრის რაც მსგავსი თანამდებობაა, ფაქტობრივად ის სახელმწიფოში მეფის მერე იყო, მეორე კაცი იყო. საკმაოდ დიდი ძალაუფლებით აღჭურვილი. ეს ძალიან საინტერესო ისეთი სინთეზია, ესე ძალიან მკაცრად თუ ვიმსჯელოთ, ბერი საერო საქმეებში არ უნდა ერეოდეს, ხო? ეპისკოპოსის საქმე ეკლესია და ეკლესიას უნდა მიხედოს და წიგნობართო ხუცესი კიდე აგერ ბატონო აქ რაღაც, მაგრამ ეს კიდე ერთხელ შუა საუკუნეებია და რატო ხდება ეს, რატო აკეთებს ალბათ ამას დავითი, რომ ქვეყნის ასე ვთქვათ მართვასაც ესე იგი, ასე ვთქვათ მეფე პირველი ხელმძღვანელი მეფეა, მაგრამ აბარებს ისეთ კაცს, რომელსაც არ აყავს თავისი პირადი ოჯახი. რატო? და როდესაც კაცი რაღაცა შენი საკუთარი ოჯახით, ცოლი, შვილი რაღაცა, მათაც ისინი საჭიროებენ ყურადღებას და ანუ ისეთი კაცი უნდა ყოფილიყო, რომელსაც მეტი საზრუნავი გარდა ქვეყნისა არ მოყოლოდა. რაღაცა დილით რო არ გეტყვის ესე იგი და კარაკი არა გვაქვს ბიჭო და აბაი ბავშვს ეს რაღაც ეს ამ საკითხებით არ უნდა ყოფილიყო დაკავებული. იმის საქმე უნდა ყოფილიყო ქვეყანა და ასე იგი და შუქი გადავიხადოთ და წყალი გადასახდელი ეგ თემები არ უნდა ყოფილიყო და ამიტომ ეს კაცი უნდა დაკავებული ყოფილიყო ქვეყნის საქმეებით. ის იყო ყველაზე სანდო და უახლოესი ადამიანი მეფისთვის. ამიტომ მეფემ რა გააკეთა, რომ ის რომ ის უმაღლესი საერო თანამდებობის პირია წიგნობართო ხუცესთან ეკლესიაში ყავს თავისი კაცი, რომლის საშუალებითაც ის ყოველთვის არის საქმის ყურში თუ რა პროცესები ვითარდება ეკლესიაში და ფაქტი ის იყო, რომ ამ სინთეზმა ორი თანამდებობისა გაამართლა და აქ მარტო ეს სინთეზისა იყო პიროვნულად გიორგიც იყო წმინდანად შეგაცხულია ისიც. გიორგი იყო ღირსეული პიროვნება, რომელმაც ღირსეულად გაართვა ამ თავის საქმეს, ის როგორც გითხარით, აღმზრდელი და გამზრდელი იყო დავით აღმაშენებლის და ის წლების განმავლობაში გვერდში ედგა მეფეს. მათ შორის ისინი ერთად იყვნენ გადასული ოსეთში, როდესაც ყივჩაღების გადმოსახლების საკითხი იყო, შერეხები ამას ცოტა ქვემოთ. და გიორგი გაყვა მას იქა და სწორედ იქ გარდაიცვალა გიორგი ჭყონდიდელი წიგნობართო ხუცესი და როგორც ისტორიკოსი გეუბნება, როგორც საკუთარი მამა, ისე იგლოვა დავით აღმაშენებელმაო ეს გიორგი. აი ეს კრებაც ასრულდა ამ ეკლესიაში სრული წესრიგის დამყარებით, მათ შორის იქ წმინდა საეკლესიო საკითხებზეც იყო მუხლები, არის მუხლები, ჩვენ ვიცით რა საკითხები განიხილებოდა და მათ შორის წმინდა საეკლესიო საკითხები, მაგალითად რა ასაკში უნდა მოხდეს დიაკნის კურთხევა, რა ასაკში უნდა მოხდეს ეპისკოპოსის კურთხევა, რა დლის, თქვათ აი როგორ რა მაგალითად ასეთ საინტერესო ამბავი, რომ განისაზღვრა, რომ 12 წელზე ადრე ქვემოთ ქორწინება არ უნდა მომხდარიყო, 12-ის მერე შეიძლებოდა. თქვენ ის იქ მაშინ თქვეს. ახლა არ მოიდომოთ ახლა ის რა გათხოვება და ქორწინებება. იმ დროში რო გეცხოვროთ, ესე იგი უკვე დიდი ხნის გათხოვილებით შეიძლება და ყოფილიყავით. ჯვარი გწერია. ხო და
როგორც ჩანს, ნუ ქონდა ასეთ რაღაცებს ადგილი და მაგრამ განისაზღვრა, რომ ამაზე ქვემოთ, ესე იგი ეს არ უნდა მომხდარიყო და თქვა იქ რაღაც საეკლესიო აღარ მინდა ხალხ იმას ჩავყვე რაღაცა ბევრი საეკლესიო საკითხი თქვა როგორ ანაირად უნდა ყოფილიყო მოწყობილი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. საბოლოო ჯამში როდესაც ესე იგი ქვეყნის შიგნით მან აი ამ დიდ ფეოდალთა წინამორბედობა დაძლია და მოაგვარა ეს მე საშუალება მიეცა რომ ამ თურქ-სელჩუკებისთვისაც მიეხედა და რაღაცა გარკვეული წერტილოვანი დარტყმები მათთვის მიეყენებინა, მაგრამ ეს წერტილოვანი დარტყმები იმდენად სწორი იყო და ესე ვთქვათ, რომ ეტყვიან ეფექტური დიახტები, რომ საკმაოდ შესუსტდა მათი აქ ესე რა ქვია, მაგრამ დავითი ერთ რამეს ხვდებოდა, რომ ეს რესურსი ჯამისთვის არ იყო საკმაოდ, რომ ეს წერტილოვანი და დიდი ბრძოლები წინ იყო. ამისთვის მას კი საკმარისი რესურსი არ გააჩნდა. აი მე ვთქვი რომ იცოდა ზუსტად რა დროს რა ნაბიჯი უნდა გადაერგა მეთქი და აი ამის სამაგალითოდ მინდა ვთქვა რომ დავითი ესე იგი გამეფებიდან მოყოლებული რამდენი წელით 8 თუ 9 წელი თურქ-სელჩუკებს პატიოსნად ვიტყვიან თავის დროზე კაპი უხდის ხარკს. ეხლა თავისთავად ხადია რომ ისეთი კაცისთვის ეხლა როცა დავითმა ესე ადგილი არ იქნებოდა რომ ასე შენ მტერს სამდრომ ხარკს უხდი და ეხლა მის ადგილზე ცოტა ესეთი გულურსაც ასეთები რო არიან რა თავს რო გადადგავენ და ეგ ხო რასიზავდა რაღაცა იტყოდა რომ მე მაგას როგორ გადავხდი და დააღწევდა ქვეყანას რატომ დავით აღმაშენებელმა იცოდა ეს როდის უნდა გაეკეთებინა დროზე ადრე მის გაკეთებას ამისი ის თურქ-სელჩუკები მას დაამარცხებდნენ და ორჯერ უფრო დიდ ხარკს დაადებდნენ. ამიტომ უნდა შეარჩიო დრო, აი პოლიტიკაზე რო საუბრობდი ახლა, უნდა იცოდე დრო, როდის აკეთებ ამას. და გათვლილი უნდა ქონდეს ეს ყველაფერი. და როდის გააკეთა იცით ეს ყველაფერი? როდესაც ევროპელებმა დაიწყეს ჯვაროსნული ლაშქრობები. რა იყო ეს მოკლედ რო ვთქვათ? იერუსალიმი წმინდა მიწა, ქრისტეს საფლავი, ყველა სიწმინდე თურქ-სელჩუკებს აყავთ დაკავებული და ევროპაში იწყება ასეთი მოძრაობა, ამის ლიდერად მოგვივლინა პაპი ურბან მეორე, რომელიც 1095 წელს ქალაქ ლერმონში გამოსვლისას მოუწოდა ესე იგი რაინდებს, რომ ესე იგი ავიღოთ თელმა ევროპამ იარაღი ხელში, ჩვენი ღირსების, ჩვენი სინდისის ნამოსის საქმეა, ერთ სიტყვით დავიძრა წმინდა მიწისგან და გავათავისუფლოთ წმინდა მიწა ქრისტეს საფლავის სიტყვით გავათავისუფლოთ თურქ-სელჩუკებისაგან და სოფლიო ისტორია მიცის 8 ასეთი ესე იგი 1096 წელს დაიწყო პირველი და 1270 წელს იყო ბოლო მერვე. ხო და ეს როგორ იყო იცი რომ დაიწყო ეს მოძრაობა ევროპაში ახლა იმას მართლა გულანთებული რაინდებთან ერთად ბევრი შპოთი, ლოთი და უსაქმური და ქურდი და ბაცაცაც შეუერთდა. ხო და აი ამ ესე იგი ლაშქრობების დაიწყო ეს ჯვაროსნული ლაშქრობები თურქ-სელჩუკებს ძალიან სერიოზული პრობლემები შეექმნათ. მთელი მათი ისინი იძულებული იყვნენ მთელი თავიანთი ძალები და ყურადღება გადატანილი იყო აი ამ ევროპული ჯვაროსნული ლაშქრობებისკენ. აი ამით ისარგებლა დავითმა ის მიხვდა რომ იქ იმხელა წინადადება მოუწევდა მას რომ საქართველოსთვის ვერ მოიცლიდა და ამიტომ აი ამ ლაშქრობებს შედეგად მოყო რომ დავითმა მაშინვე შეუწყოდა მათ ამ ხარკის გადახდა და აღმოჩნდა მართალიც თურქებს არ ეცალათ იმისთვის რომ მოტრიალებული იყვნენ და ესე იგი და დავით აღმაშენებელთან ერთიად საქმე რატო შეგვიწყვიტა ხარკი იმიტომ რომ მთელი მათი სამხედრო მანქანა მიმართული იყო ჯვაროსნებისაკენ. აი ამას ვამბობდი და გულისხმობდი რომ გასაგებია რომ შენ შეიძლება გუნხურვალე პატრიოტი და მეფე ხარ, მაგრამ უნდა დაფიქრდე რომ ახლა რომ ამ ნაბიჯს გადადგავ. რა მოყვება ამას? ხო არ ჯობია ცოტა არის ხომ ასეთი ტაქტიკური რაღაცები, ხანდახან უნდა გადადგა ერთი ნაბიჯი უკან იმისთვის რომ მე სამი ნაბიჯი გადადგა წინ. ესე არ არის ცხოვრებას უწინ ნაბიჯები. ხანდახან გააზრებულად ერთ ნაბიჯს უკან იმისთვის რომ ხვალ რამდენიმე ნაბიჯი წინ გადადგა.
აი ეს იცოდა ამ კაცმა ეს კარგად ეს ყველაფერი და რაც ემოციებს აყოლილი და გულზე ჯიხისცემით კი არ წყვეტდა საკითხებს, არამედ ცივი გონებით. და აი ფაქტურად ეს ამით დასრულდა ეს ხარკის თემა და შეეხება ამ წეტილოვან დარტყმებს, ამაზე მოგახსენეთ რომ ესე იგი საკმაოდ სერიოზულად შეასუსტა მან მათი ძალები ბევრი ადგილიდან ისინი აიყარნენ კიდევაც, თუმცა თავარი საქმე თბილისის გარშემო ყველაფერი მტრის ხელშია. აი საინტერესო ისიც რომ როცა დავითი იწყებს ბრძოლას აი ქართული მიწების განთავისუფლებისათვის, პრაქტიკულად ყველაზე ბოლოს თბილისის განთავისუფლება ხდება, თუ არ ჩავხდით დმანის. არადა ხო როგორ უნდა იყოს ესე იგი რომ ჩვენთვის ვიმსჯელოთ რომ პირველი დედაქალაქი უნდა ისევ ის თემა. თბილისი შეიძლება შესულიყო და აიღო. მაგრამ თუ გარშემო ისევ ის მტერი იქნებოდა. ის თბილისი ყოველთვის იქნებოდა ლავაღების საშიშროების. ამიტომ შენ უნდა იმ გარშემო რაც არის პრობლემა, ის უნდა მოხსნა. და მე ის თბილისის საკითხი თავისით მოგვარდება ასე ვთქვათ. ამიტომ აქაც ასე აკეთებს ეს კაცი რომ ან თავისუფლებს თბილისის გარშემო ტერიტორიებს, ლორე, სამშვილდე, ეს ყველაფერი ქვემო ქართლია და თბილისის თანამედროვე თბილისისთვისაც მიმდებარე ტერიტორია ლორე, სამშვილდე, რუსთავი, ცოტა უფრო შორს მერე გიში. ანუ პრაქტიკულად თბილისს შემოაცალა ეს რკალი, რა ქვია, მტრისა. და შემდგომ უკვე ეს რაღაცა მაგრამ აი ამ დიდმა ბრძოლებმა და აი ამ გამარჯვებებმა სწორედ ანახარა თავისი სისუსტეც. აი კიდე აქ ბრუნდები იმას. ამ კაცის სიჩვენე რაში იყო? აი იმარჯვებდა აწყობილი მას საფრანგეთს. იმ გამარჯვებებმა აჩვენა სად იყო პრობლემა. და ეს დიდი პრობლემა იყო მუდმივი ჯარის არ ქონა. რა იყო მაშინდელი ჯარი? ეს იყო ფეოდალური ლაშქარი, ჯარი, როდესაც ფეოდალებს ყავთ მაგლეხები და საჭიროების შემთხვევაში მათ გამოყავთ ესენი ომში. მეფეს თავისი მონასპა ყავს 1-5,000 კაცი, მაგრამ დანარჩენი მთლიანად ამ ფეოდალებზეა დამოკიდებული. და ეს ფეოდალები კიდე ყოველთვის პატიოსნად არ იქცეოდნენ. და შეიძლება რომ შეეძლო გამოიყვანა სიტყვაზე ვიღაცას 5,000 კაცი, გეტყოდა რომ ვერ გამოვიყვან 5,000, გამოვიყვან 2,000. ხო და იცის დავითმა რომ კი ბატონო ეს წარმატებები კი მივახციეთ, მაგრამ აი დიდი გენერალური ბრძოლა წინ არის. ის წინელოდება იცის ამ კაცს მეზან კარგად და აი იმისთვის სხვანაირი მომზადება საჭირო. აქ კი გავაკეთე ეს ყველაფერი, მაგრამ იმისთვის სხვა სხვა ძალაა რაღაცა საჭირო. რა არის ეს არის მუდმივი ჯარი. და საიდან ეს მუდმივი ჯარი? მუდმივი ჯარი რო გაიჩინო, მაშინ გამოდის რომ ეს გლეხი რომელიც რაღაცა მიწაზე მუშაობს და იმას მოწყვეტ, მაშინ ის ვეღარ იმუშავებს ამ მიწაზე და შესაბამისად შენ ამ ხალხს უკვე აკლებ ეკონომიკას. მაშინ რაც რა იყო მაშინ ეკონომიკა? ეს იყო მიწა. მამული და დამუშავებული მიწა. ეს იყო მაშინდელი შემოსავლის წყარო და შენ ამას იქიდან თუ მოწყვეტ, მაშინ ის აღარ იქნება და ყველა ომი მარტო ხმალით არ იდება. იმას უკან ზურგი უნდა კონდეს. ხო შესაბამისი იარაღით თუ აღკაზმულობით თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ, რა. და ეს ამას ხედავს რომ სად არის ეს რესურსი, საიდან უნდა სად არის ეს, რა გავაკეთოთ. და აი ნაბიჯს რომელსაც ის დგავს, კარგად აჩვენებს კიდე რას, რომ მან უკვე ძალიან კარგად იცის სხვა შორის ამ სტოვრების აპარატი დღეს რომ უშიშროება თუ როგორ ქვია ხო? რომ ესე იგი ისე საინტერესო რა. ყველაზე საშიშ ორგანოს უშიშროება რო ქვია კაცო რა. ხო და ხო და აქ ამას ერქვა დავით იზროს სტოვრების სტოვრები ამის გარეშე ძვირფასებო ქვეყანა არ არსებობს. ქვეყანას რომელსაც ძლიერი უშიშროების სამსახური არ აქვს, ის ქვეყანა განწირულია. ეს დავითმა ძალიან კარგად იცის და აი ეს სტოვრების ეს აპარატი, რომელიც ძალიან ძლიერი აპარატი, რომელიც მან შექმნა, სხვა ბევრ ესე იგი თანამდებობებთან ერთად ეს მეჭუჭრე თუხუცესი ფინანსთა მინისტრი დღევანდელი გაგებით, ხო? შეხარ ჩემ ბატონ ეს იყო მანდატო თუხუცესი დღევანდელი გაგებით შინაგან საქმეთა მინისტრი, ამირ სპასალარი, რა ვიცი, დღევანდელი გაგებით გენშტაბის უფროსია თუ თავდაცვის მინისტრია, ხო, რაღაცა ამილახვარი, რომელიც ითვლებოდა. ეს თანამდებობებია დღეს თუ გვარები გონია ჩვენი.
ამილახვარი რომელიც იყო ამის პასალარის მოადგილე ამირეჯიბი რომელიც იყო თანამდებობა რომელიც იყო მანდატი თუხუცესის მოადგილე ეს თანამდებობა ყველაფერი სწორედ აი დავითის დროს ეს ხდება მათ შორის ეს სტოვრების სამსახური მათ შორის უმაღლესი სააჯოკარი ეს იყო უმაღლესი სასამართლო ორგანო და ნუ აი სტოვრების ეს სამსახური რომელზედაც ის იღებს ინფორმაციას რა ხდება ქვეყნის შიგნით თუ ქვეყნის გაგნით და ეს ყველაფერი შეწყობილა და კარგად რომ მუშაობს იმიტომ იცის ამ კაცმა არა მარტო ის თუ რა ხდება მის ქვეყანაში და იქ რა განწყობებია და ვიღაცა მის წინამდე რაღაცას მან ძალიან კარგად იცის რა ხდება მისი ქვეყნის იქითაც გარშემოც რატო ამბობ ამას მან ძალიან კარგად იცის რომ კავკასიონის იქით ესე იგი რუსეთის სამხრეთ სტეპებში ცხოვრობენ ყივჩაღები რომელთა ძალიან სერიოზული პრობლემა აქვს იქა ამ რუსების წყალობით რუსები აწვევიან მათ ასე თქვა ჩრდილოეთიან მათ განდენას ცდილობენ ამათ ასასვლელი არცად არ აქვს და ბატონო არა ძირფასებო ეს არის თურქული ტომია ეს არის შუა აზიიდან წამოსული მე-11 საუკუნეში შუა აზიიდან წამოსული თურქული ტომია არაფერი რუსები არ არიან ეს და დავით მე სიტუაცია ჩანს რომ ძალიან კარგად იცის ეს ყველაფერი მან ამ ხალხთან გააბა ურთიერთობა მათ ბელადთან ათარქა შარაღანის ძესთან უფრო მეტიც მისი ქალიშვილი მოიყვანა გურანდუხტი ცოლად ამბობენ რომ ძალიან ლამაზი ქალი იყო ხო მე არ ვიცი და მენდობი ასე ვთქვი ისტორიკოსი მაგრამ სხვა რაღაცის თქმა მინდა უყურებლის თქმა მინდა ეხლა დავით აღმაშენებელს რომელი სამეფო ოჯახი ეტყოდა ესე იგი ქალის გატანებაზე უარს ახლა ამას ნახევრადველური ყივჩაღების ქალი რო არ მოიყვანა ცოლად ხო მაგრამ ამ კაცის და ზოგადად ესე იგი ჩვენთან მეფობა ყოველთვის არ იყო ფუფუნება აი ამ კაცისთვის მეფობა არასოდეს ყოფილა ფუფუნება მეფობა იყო საშუალება რომ ეკეთებინა ქვეყნის საქმე არც მისი პირველი ქორწინება ყოფილა სიყვარულით და არც მეორე კიდევ ერთხელ ეს იყო პოლიტიკური ქორწინებები დავით აღმაშენებელის არაძლებდა თავის თავს იმის უფლებას რომ ესე იგი მის ბუნება განწყობებზე თორე შეიძლება იმაზე ლამაზიც და იმაზე სხვა მაგრამ ის არა ჭირდება მას ეს არის პოლიტიკური დიდი მიზნისთვის ჭირდება და ამ მიზნისთვის საჭირო რომ იმ ხალხთან შეხვიდე ნდობაში და ამაზე დიდი ნდობა რა რომ სიძე გახდა იმ ხალხის და მათი ბელადის შვილი მოიყვანო ცოლად თორე როგორ დავიჯერო ახლა იმაზე უკეთეს ქალები აღარ მოინახებოდნენ რაღაცა უფრო ცივილიზებულ სამყაროში მაგრამ მან იცის ამას რისთვის აკეთებს აი ამაში ამ კაცის ფასით წონაც რაღაცა რო აი პირადი არის გვერდზე გადადებული და ქვეყანა არის თავარის საზრუნავი ყველა სახელმწიფოს ყველა მეფე ხარ თუ ვინც აქვს შენ უნდა იცოდე შენთვის თავარი ეს ხა შენ ახლა ესე ცოტა ჩემ ოჯახს და პატარა სახელმწიფოს იცით ჩვენ ეგეთ შემთხვევები როგორ მთავრდება ხო და ამ კაცმა რომ ყველაფერი სახელმწიფოს მიცა შვილებიც კი ამ პოლიტიკური მისი გოგოები ერთი ბერძნებს მიათხოვა მეორე შირვანშაჰს ისიც დაიმოყვრა ასაც დაიმოყვრა კიდევ ერთხელ აქ პირადი გზნობების დრო არ არის შემოგევლე ქვეყანა არის გადასარჩენი რა დროს მომეწონა შემიყვარდა და აბა მოდიდა და ეს რა არის მაგის დრო ეს მე ვინც მოიდომა აცხონა ზღმეთმა ლაშა გიორგიმ ახსოვთ ესე იგი რა ქვია რომ ველი ციხეში ლექა სტარტვა ისა რა ქვია სოლი და გასაგებია ხა იციან ხოლმე განსაკუთრებით ლიბერალურად მას რა შეუყვარდა და მე ერთგული კი ბატონო ერთგული მართლა არ მოუყვამია კი ბატონო მაგრამ უკაცრავად მაგრამ ამ ხალხს ქმარი რო ყავდა ველი ციხეში
იმას რა პასუხს აძლევთ? ხო, ამას დააქნა, შეუყვარდა მე და შემიცოლე. მოიწონე და მომეცი რა. ეგრე მარტივად თუ არისო საქმე რომ. მოიწონე შემიცოლე. ჩემი არ შეიძლება ჩემი. სხვისი შეიძლება. შენ როცა ხარ მეფე, შენ შემოყურებს დანარჩენი ქვეყანა. შენ რა მაგალითს აძლევ. შენ სამწოს ესე იგი თუ მისმის ხო ადამიანურად კაცი ხარ და გუნებელა თვალია შეხედე ვიღაცის თვალე და მოგეწონა მაგრამ ეხლა შენ სადაც ვიღაცის თვალე მოგეწონება ყველო სახში მოიყვანო ვიღაც აცავა საქმე და შენ მეფე ხარ და რაც ყველაზე მთავარია შენ იმ შენი ინგლისისთვის შენ მარტო ყმა კი არა და შენ მის ბატონი კი არა ხარ შენ მის პატრონიც ხარ შენ ის პატრონი შენ იმის ღირსებაზეც უნდა იფიქრო და უნდა იზრუნო და შელასაკეთე გვიზე კაც ცოლს არ თქმა კაც ქართველ კაც და ზოგადად კაც იმაზე უარესი და უნდა გააკეთო თუ ცოლი წაართო მე ხა სასახლის კარ მანგელები და აბრუნე უკან ეგარია კი ბატონო შენ ის მოგწონდა დარჩი იმის ერთგული სხვა აღარ მოიყვანე მაგრამ იმ კაც რა პასუხს აძლევ ხოდა აი ესეთი რაღაცები იმ კაც არ ეშლებოდა იმან იცოდა რასისთვის აკეთებდა რა იმას არ ქონდა თავისი პირადი გზნობები იქნება ვიღაცა კიდევაც მოწონდა კიდევაც მაგრამ ამის დრო არ იყო ხალხო რა დროს ჩემი სიყვარულებები არის ის ამბობდა რომ რაც ქვეყანა შეიძლება ცოლიც იმას უნდა მოემსახუროს შვილიც და ყველაფერიც აი ამიტომ მივიღეთ ის რაც მივიღეთ და აი ესე იგი წინ ამ ხალხთან შედის აი ამ ნდობაში მათი წინამძღოლის შვილი მოყავს ცოლად და შემდგომ უკვე რომ იცის ეს სიტუაცია რომ რუსები იქიდან ამას აწვევენ ამას წასასვლელი არსად არ აქვს და არადა იცის რომ ესენი კარგი მეომრები არიან კაცო და იღებს გადაწყვეტილებას რომ 40000 ოჯახი ეს არის დაახლოებით 200000 კაცი მინიმუმ იმიტომ რომ ერთ ოჯახში 5 კაცი რომ მაინც იანგარიშო გამრავლო 40000 და 200000 კაცია და გადაწყვიტა აი მოთი ჩამოსახლება რატომ რომ ამათ საქმე სხვა არ უნდა ყოფილიყო არაფერი გარდა იმისა რომ ამ 40000 ოჯახს თითო მეომარი უნდა მიეცა და იმ მეომრის საქმე სხვა არაფერი არ უნდა ყოფილიყო გარდა იარაღისა ანუ დავითს ეძლეოდა საშუალება რომ 40000-იანი მუდმივად ომისთვის გამზადებული ჯარი ყოლოდა მაგრამ პრობლემა ოსებმა ჩვენ ტერიტორიაზე ამიტომ ის უნდა გამოვებოთ ოსეთზე რომ ჩვენთან მოსულიყო. და ახლა წარმოგიდგენთ რა 200000 კაცი თითო ფიჩხი რო წამოიღო იქიდან არ დარჩებოდა მოსეთიდან არაფერი. და სწორი იყო ის ხალხი კაცო რომ ჩვენ რაღაცა გარანტიები გვჭირდება საგრამლესენია ჩვენ ტერიტორიაზე გაივლიანო დარჩება რამე ჩვენგანო. და ამიტომაც დავითს მოუწია იქ ჩასვლა და თან ახლდა სწორედ აი გიორგი წინო ჭონდიდელი სადაც გარდაიცვალა მათი რო თქვი და იქ ჩავიდნენ და ესე იგი ისეთი დიპლომოლაპარაკებები აწარმოეს რომ არამც თუ გამოატარეს ესენი ამ ტერიტორიაზე ამის ყბადნაფუძება შემოვიდეს ხალხს ესეც აი მაღალი დიპლომატიის ნიმუში შემობატონებოდა ეს ხალხი გამოატარეს აქა და ჩამოსახლდა ეს ახლა ეს ხალხი რასაკვირველი ახლა დავითს ერთად არ დაუსახლებია იმიტომ რომ ერთად ქართველები ვართ ხანდახან საშიში ერთზე ქვია და ამიტომ ესენი რასაკვირველია გაფანტა ისე უსაფრთხოების სხვადასხვა განასახლა რომ მიეცათ მამულები მიეცათ მიწები მაგრამ აი ამ ოჯახს ყოველთვის ამ თითო ოჯახს თითო მეომარი უნდა გამოიყვანო და ასე რომ დავით აღმაშენებელს ეს ხდება ყველაფერი ხდება 1120 წლებში აი ამ დროისთვის უკვე დავითს ყავს მუდმივი ჯარი ასე რომ აი ის რო იცის რომ ის თავარი ბრძოლა წინ რო ელოდება ამ ბრძოლისთვის დავითი არის მომზადებული და ეს ბრძოლაც დადგა იმიტომ რომ ისე შეავიწროვა მან ეს თურქ-სელჩუკები რომ იქიდან გაყარა აქედან გაყარა ჯერ თბილისში ისევ დგანა და შეწუხებულია სათურქეთი და სამუსულმანეთი რომ დღითიდღეთ მობენ თავის პოზიციებს
და ერთ სიტყვით საგანგაშო სიგნალები მოდის მათთვის საგანგაშო და ჩვენთვის სასიხარულო საქართველოსმა იქ რომ აი ეს დაკარგეს აქედან გამოდენეს და ეს ლიდერები მაშინდელი მუსულმანური აღმოსავლეთისა ერთიანდებიან და ამბობენ რომ რაღაცა ერთიანი კოალიციური გაერთიანებული დაშლით უნდა დაუპირისპირდნენ საქართველოს და იქნება დიდი გაერთიანება ანუ კოალიცია რომელსაც ბაღდადის გამგებელი ილღაზი ჩაუდგება სათავეში და აი ხდება ის დიდი ცნობილი ბრძოლა დიდგორის ბრძოლა რომელსაც შემდეგ ჩვენ ძლევაის საკვირველი უწოდეთ რატომ იმიტომ რომ ჩვენი ჯარი ქართული ჯარი ეს იყო 55600 კაცი ეს იყო 40000 ყივჩაღი ბუდიში ქართველი 15000 ყივჩაღი 500 ალანოსი და 100 ფრანგი ჯვაროსანი აი იმ ჯვაროსნებიდან ეს იყო რა მომენტი რომ აი ჩვენ შენთანა ვართ ეს 100 კაცი კი არ წყვეთ და რამეს მაგრამ ეს იყო იმის ჩვენება რომ ჩვენ დავით შენთანა ვართ ხა კითხვა გაჩნდება რომ კი მაგრამ რატო 15000 ყივჩაღი და 40000 ოჯახია და 40000 კაცი გამოყვანა ხო შეეძლო ხო ნუ აქ აი შეიძლება ვიფიქროთ რომ შეიძლება რაღაცა მაინც ახალი ჩამოს არენდობა ბოლომდე შეიძლება ეს მომენტია შეიძლება ის მომენტი იყო რომ დავით იმის ჩვენება უნდა რომ მე ქართული ძალებითაც შემიძლია თქვენი ნუ ძნელი საქმეა შეიძლება ერთიც და მეორეც მაგრამ აი ეს ცნობილი დიდგორის ბრძოლა დიდგორისზე და აქ ახლა რა უნდა თქვა რამდენი იყო მტერი ესე უცხოური წყაროები ასახელებენ დიდ თარიღს ძალიან გოტიე კანცლერი მას ანტიოქიის ასახელებს 600000 კაცს თუ ავსდების სომეხი ისტორიკოსი უხაეცი ასახელებს 500000 კაცს ყველაზე ცოტას ასახელებს ქართული წყარო 300000 ხო აი ფიქრობ რომ მართლაც ახლა ის თარიღები ცოტა გაბერილია და მართლაც შეისაძლებელია ძალიან გაბერილია იმიტომ რომ ახლა იმ სიცეში ამდენი ხალხის ხო ცოტა ძნელად წარმოსადგენია მაგრამ ბატონო 300000 იყოს ერთ ხარეს დგას 300000 კაცი ნუ მინდა არ მინდა 600 და 500000 მაგრამ მე იმას ვამბობ ისინი ამბობენ ჩვენ კი არ ვიცნობთ რომ რამდენი იყო ისინი ამბობენ რომ რამდენი ხა ქართულს რო ეთქვა ესე იყო ქართულმა გაბერა რომ ესე იგი ვერ ეთქვას რომ არა ბატონო ისინი ამბობენ ამას ჩვენ არ ვამბობთ 300000 რო ვიყოთ 300000 კაცი რო აქეთ დგას და აქეთ რო 55600 კაცი პატარა საქმეა კაცო ეს არა ხო რამდენზე გამოდის ესე იგი რომ რაღაცა 1-ზე 6 კაცი თუ რამდენი ხო ესე არ გამოდის 1-6-ზე რა ორი საბრძოლი 1-6-დან და ცნობილია რომ ამ ბრძოლის სიტყვა რომელთაც დავითმა მიმართა სხვა ბრძოლის წინ მეომარნო ქრისტესნო რომ თურქი ჩვენ ერთად და თავზაუზავ იბრძოლეთ ესე იგი მაშინ ეშმაკსაც დავამარცხებდა და ჩაახერგინა ხეობის გასასვლელი ერთ-ერთმა ვითომ ჭკუა რომ მოეკითხებოდა ისეთმა კაცმა თქვა ესე იგი გულდამეწდა ძალიან რომ აი ესეთი ლაჩრები ვიყავითო რომ იმიტომ ჩაახერგინაო რომ ესე იგი გაქცევები რო ვიყავითო რომ არ გაქცეული აი რათ უნდა მოგივიდეს ეგეთი ღრძო აზრები თავში ხო რა კაცო იმ კაცმა სულ სხვა რაღაცა თქო მაინც ადამიანი ხარ შეიძლება რაღაცა მაგრამ აი უკან რომ მოიხედავ და ამას ჩახელგის დაინახავ არ უნდა გახსოვდეს რომ შენ უკან დახევის ხო რატო კარგი არ უნდა დაინახო რატო მანდამენს უნდა რაღაცა ის დაინახო რომ აი თუ მე ჩვენ დიდგან ესეთები ვიყავი და იცის იმან როგორ ვიყავი ჩვენ დიდგან ყოლა თვითონ არ ვიცი და აი ეს დიდი ბრძოლა აი ხა ესე იგი აქ ადგილიც ისეთია შეჩეული რომ აი ეს დიდი რიცხონება იმან ვერ გახარ შენ რომ გაშილბელზე თუ მიდიხარ ესე იგი და ნახევარ 300000 კაცი აღებული ხარ აქაც ადგილისია შეჩეული რომ ეს მან ვერ უნდა გამოიყენოს მტერმა თავისი უპირატესობა ასევე ჩვენ ვიცით ესეთი რაღაცა ესე იგი ისტორიიდან რომ დავითმა წინა საღამოსო ესე იგი 200 თავისი უახლოესი ადამიანი გამოარჩია ჯარიდან და მათ რაღაც სპეციალური დავალება მისცა რა იყო ეს დავალება რომ ესე რომ დავითი უკან ხარ დაიკარგება ხმა ხო ხონდა რა დავალება იყო მეორე დღეს გამოჩნდა რა დავალება იყო ესე 12 აგვისტო რომ ეს 200 კაცი გამოიყოფა
ბრძოლის დაწყების წინ ამ თავარ ჩვენ ჯარს და მიდის ტრისკენ. შეგიტერმა რა უნდა იფიქროს ახლა ეს 200 კაცი საბრძოლოდ რო არ მოდის ახლა 300,000 კაცი ხო? რომ ესენი მიდიან დასანებებლად, რაღაც მოსალაპარაკებლად თუ რაღაცა და ამიტომ დანდობილად შეუშვეს ესენი და ამ დროს ეს 200 თავზე ხელაღებული ადამიანი, რომელმაც იცის რომ სიკვდილზეა ხელი, კამიკაზეა რა. სიკვდილზეა ხელი მოწერილი. შეესევია და იშუშლება ხლებს და ხდება რა რომ უბრალოდ ეს ხალხი გაზრებასაც მე რა ანუ ხო 200 კაცი მოდის 300,000 კაცი წინააღმდეგ ახლა და ისეთი დაბნეულობა შეაქვთ ამ ტრის ზურგში რომ სანამ ისინი თანმერხეზე გაწელილები ხო არიან წინ რო პანიკა უკან ესე იგი ხო ჯერ ხო არიციან იმათ შეიძლება გონიათ რომ იქ რაღაცა ერთი სიტყვით ამ ერთი მხრიდან დავითი მეორე მხრიდან შვილი დემეტრე და სასწაულს აკეთებს ეს ხალხი სასწაულს აკეთებს და აი ის 200 კაცი ეს რაღაცა ხო აი არის აი ამ შიშის თუ რაღაცა იმის თუ შემტანი რომელმაც ესე იგი სრული ქაოსი დაბნეულობა და ამას მოყვა მე ის სადაც ის წინვე გამარჯვება თუმცა იქვე ჩვენ ესეთი რამე გვიწერია რომ აი ამ მეომრებმაო ხილულად დაინახესო ბრძოლის წინ როგორ მიუძღოდა ლაშქარს წინ წმინდა გიორგი ეხლა თქვენ მორწმუნე საზოგადოებასთან ეხლა ამის ახსნა და რაღაცა და ეს რო ხო მაგრამ ეხლა როცა ამას ურწმუნო ადამიანს ეუბნები რომ ეხლა წმინდა გიორგი გამოიცხა ეხლა იმას სასაცილოდ არ ყოფნის მაგრამ როგორც იტყვიან ვისაც ჯერა გავატაროსო რა ეს ხალხმა დაინახა და ეხლა უყურეთ როგორი ამბობენ ეხლა წმინდა გიორგი რომ იმიძღვება წინ ვისი უნდა მეშინოდეს რისა უნდა მეშინოდეს მაგრამ აქ აუცილებლად უნდა თქვა ისევ რა ხანწეღანი ქვახსენე ლაშა გიორგი დიდი პატივისცემით რასაკვირველად ჩვენი ისეთი მაგრამ ჩვენ ისეთი შემთხვევებიც გქონდა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ჩვენ რო ბევრი ვიყავით და მტერი ცოტა და დავმარცხდით ესეც უნდა თქვა როცა მომოთო წმინდა რატო იყო ის წმინდა გიორგი შენთან იმსახურებდი და იმიტომ აი ჩვენ აი ქართლის ხორება ჩვენ წყაროებს ოჩახ და ნახავთ იცი რომ ჩვენი წინაპარი რაღაცა განსაცდელი იყო უბედურება შემოსევა ჭირი თუ მიწის რა ვიღაცას კი არ აბრალებდა ამას დღეს ჩვენ რო ვიცით მე რო რაღაცა დავაშალე ჩემი ბრალი კი არ არის იმის ბრალია იმან გამაკეთებიდა და იმან ქვია აბა ჩახილით იგასენ ჩვენი ბრალი უშჯულოების იმან იცოდა რომ სოდრის და უშჯულოების გამრავლებას აი ეს მოყვებოდა შედეგად და ყველაფერს ამას აი ამას უკავშირებდა თან ვინმეს კი არ აბრალებდა დღეს ჩვენთან ესე ხან აღმოსავლეთის ბრალია ხან დასავლეთის ბრალია ხან ჩრდილოეთის ბრალია ჩვენ ყველაფერს არ მოგეთებთ ჩვენ რა ვაგადრება იმათ ეშლებათ ჩვენ გარშემო ყველას ყველაფერს ჩვენ ყველაფერში ვართ მართლები ასე არ ბრძენოდნენ ესენი აი ამას წერენ ყველგან რომ უშჯულოების სოდრის და უშჯულოების გამრავლებამ აი ეს განსაცდელები მოგვიტანა აი ეს და როცა ასე აზროვნე და ასე ფიქრობ ასე სწორედ აზროვნე და ფიქრობ და სხვაგან კი არ ეძებ მიზეს შენ თავში ეძებ ამის მიზეს თავისთავად ცხადია მე დასკვნებიც სწორი და შესაბამისი გამოგაქვს როდესაც შენ ყავს ისეთი ხელმწიფე რომელსაც ქვეყანა არის პირველ ადგილზე და დანარჩენი მისი ქორწინებაც და მისი ვინმოყვე ყველაფერი ამას ემსახურება და ზნეობის მაგალითი ხარ კი სინანული განობაში იქ იტყვის რომ თავის იმაზეც მაგრამ მაგალითი ხარ იქ მე არ მithქვამს რომ ჯარში აკრძალა რაღაცა ზედმეტი ხმამაღალი მუსიკობა თამაშობები მამათმავლობი პირდაპირ წერია ეს ისა ღრეობა ეს ყველაფერი აიგზავნა ჯარში უსასტიკესი უკაცრესი ტიპი ჯარი დისციპლინის გარშე გინახავ როცა გინდა გაიღვიძე როცა გინდა დაიძინე როცა გინდა ჭამე როცა გინდა დალიე როცა გინდა იკეიფე და ამ ყველაფერში და მორალურად ზნეობრივად გამართული ამიტომ გეხმარება წმინდა გიორგი
და ამიტომ გამოდის იძლევა ეს საკვირველი. ამიტომ ამარცხებს ცოტა ბევრს. თორე ჩვენ წეგნაც ვი ჩვენ ისტორიაში ისეთ შემთხვევებით ვიცით. ჩვენ რო ბევრი ვიყავით, ტერი ცოტა, მაგრამ არაფერიც არ გამოგვივიდა. ისევ ნაშა გიორგის დაუბრუნდები. მონღოლების მარბიელი რაზმი შემოდის, მარბიელი რაზმი. და მარცხდებით. და არადა მაშინ მონღოლური აღწერა რო ჩატარდა ცოტა უფრო გვიან, აღმოჩნდა რომ ჩვენ ესე იგი 90000 მეომრის მონღოლებმა ჩატარეს აღწერა. და ბევრ ამასთან ერთად ესე იგი რა დაგვითვალეს, იცით რომ რამდენი მეომრის გაყვანა და შეგვეძლო მაშინ რა ქვია მონღოლურ ლაშქრობებში და როგორ დათვალეს, იცით ესა რომ 9 ოჯახს ერთი კაცი უნდა გამოეყვანა ომში, 9 ოჯახს. და 90000 კაცი გამოვიდა. ესე იგი რა გამოვიდა რომ 9-90000 ეგრე 80000 ოჯახი იყო, ასე ამით შეგვიძლია გამოვთვალოთ რამდენიც იყო მოსახლეობა კიდე. დაახლოებით 8-100000 ოჯახი, ახლა ამას მინიმუმ 5 კაცზე თუ გაამრავლებ, რაღაცა 4-5 მილიონი გამოდის აშინდელი მოსახლეობა. და შემოდის მარბიელი რაზმი და შენ ესე იგი აგერ რამდენი ჯარის გამოყვანა შეგიძლია, მაგრამ მარცხდები. ეხლა ვიღაცა იგებდა, წინა გიორგი სად არის, რატომ გვეხმარება? არ იმსახურებ ბატონო და იმიტომ. უდიპლომო სასწავლოში არ იყოს კისერს მე დედაჩემი არ მასწავლებდა. არ იმსახურებდი ბატონო და რატომ არ იმსახურებდი, იმიტომ როცა შენ ქვეყანა ზნეობრივად უკვე მოშლილია, როცა შენ კაცს ცოლს ართმევ, მეფე. და ამას ამყარებ და ასე და შენ რომას გააკეთებ, შენი ქვეით რას გააკეთებს. ამიტომაც აღარ გეხმარება წმინდა გიორგი და ამიტომაც შენ მეტი ხარ ტერი ნაკლები, მაგრამ მარცხდები. ასე რომ ის ჩვენი გამარჯვებები მარტო ქართველი კაცის მაღლობაზე და ხმაზე კი არ იყო, ღვთის შეწევნაზე ძვირფასება. და როცა უფალი ჩემთანა მისამეშინებს. მაგრამ როცა მე დავიწყებული მაქვს ეს ყველაფერი და აღრეული მაქვს ზნეობა და ეს ყველაფერი და მაშინ ველოდები წმინდა გიორგის შეწევნას და ველოდები და აღმოჩნდა რომ ცოტა გამარცხებს ბევრს. ერთი სიტყვით აი ამ ბრძოლაში მოპოვებული ბრწყინვალე გამარჯვება პრაქტიკულად ეს ნიშნავდა დასასრულს თურქებისას. ეს ხდება 1121 წლის 12 აგვისტოს, მომავალ წელს 22 წელში დავითი თბილის ანთავისუფლებს, კიდევ ერთ წელიწადში უკვე დმანის და დმანისი აღმოჩნდება ბოლო ქართული პუნქტი, წერტილი, საიდანაც ის მტერს განდევნის. მაგრამ ამით არ ჩერდება. იმიტომ რომ ყველა ჭკვიანმა კაცმა იცის, რომ შენ ახლა შენს კარიბჭესთან თუ დააყენე მტერი, შენი საზღვრიდან კი გადაერე, მაგრამ ეგ დატოვე. შენ შემოტრიალდები თუ არა ის იქ არის მაშინ. ამიტომ ჭკვიანი ხელმწიფე ზრუნავს იმაზე, რომ გარკვეული ბუფერი, ანუ მისი მეზობელი ქვეყნიდანაც განდევნოს ესა, რომ იმპერსა და თავის შორის რაღაცა შექმნას ისეთი სივრცე, სადაც ეს მტერი არ არის. ესეთი იყო სომხეთი. და მიდის იქა და იქ სომხეთსაც ანის ანთავისუფლებს მაშინ დედაქალაქს და იქ ბერძნულ ტაძარში კატრონიკე დედოფალი და იქ მას ჩასძახებს იქა რომ გავანთავისუფლებდა სომხებსაც ანთავისუფლებს თურქებს ქმნის აი მშუალედურ სივრცეს, როდესაც ესე იგი რომ ის მტერი აღარ დგას კლად მის საზღვართან. და ასეთნაირად სრულდება ეს მისი ეს საქართველოს ეს გაერთიანების ეს ამბავი. ეხლა ჩვენ რაღაცა უფრო მეტესად ხო ვილაპარაკეთ ხანჯალი და ხმარი და ბრძოლა და ამბავი და ეს კაცი ამბობდა რომ წიგნის კაცი უფრო ვარო მეო მინაცლიდა. თორე წიგნი გიждდებოდა განათლებაზე კაცო. წიგნზე ესე იგი ცნობილია რომ რაღაცა რომ მიდიოდა ბრძოლაში ერთ სიტყვით აკლემებზე თუ ჯორებზე ბიბლიოთეკა იყო აკიდებული, უნაგირზე იჯდა, ესე იგი წიგს კითხულობდა. წიგნი და იცოდაო თორემ მისი აღნიშნების კეთება იმაზე რა ქვია. წიგსო წაკითხავდა და აღმოჩნდა რომ წიგნი 60 ქულო წიგნი ერთ წელიწადში 24 ჯერ ქონდა წაკითხული. ესე იგი აი ამ კაცს რომელსაც თავის დასადები და დასაძინებელი დრო არ ჰქონდა წელიწადში ერთხელ წაიკითხა კითხულობდა 60 ქულოს. ჩვენ მთელი ცხოვრება ვარ და ვერ ვკითხულებთ.
თუ არ ავკითხულობთ. იმიტომ რომ ჩვენ ხო დავითზე უფრო დაკავებულები ვართ. და წიგნის კაცი იყო და იცოდა განათლების და წიგნის ფასია. ამიტომ ახერხებდა რომ აი ამ ბრძოლების, ხმლის, სისხლის პარალელურად ამ საქმისთვისაც მიეხედა და აი გელათში, სადაც თქვენ აპირეთ საბრძანთ, იქ აკადემია დაარსა. იოანე პეტრიცი არის იქ მოწვეული სამოღვაწეოდ. არსენი ყართული, რომელიც შემდგომ მე გადადის და მეორე აკადემიას. ანუ დავით ორი აკადემია გვაქვს ხალხო, წარმოგიდგენია თქვენ ეს რა იმ დროინდ ორი უმაღლესი უძლიერესი უმაღლესი სასწავლებლები გვაქვს, ესე იგი იმ დროინდელ საქართველოში. და ეს არ არის ისეთი უმაღლესი სასწავლებლები, ახლა დღეს კი ცოტა მოწესრიგდა, მე მგონია ის ამბობ, მაგრამ რამის რომ ხო გვახსოვთ ჩვენ ყველა სოფელში თავისი უნივერსიტეტი ქონდა. და სასწავლებელი ვარსად არ იყავი რაღაც. ყველა სოფელში თავისი უნივერსიტეტი. რა ასიაჯობი ეგაცას. სოფელში მეიტრიალებ და უნივერსიტეტიც იგაგაგ და ყველაფერი იქაგაგ და ეს იყო უმაღლესი დოლის კულტურულ საგანმანათლებლო სამეცნიერო ცენტრები. და ეს ყველაფერი გელათის გარშემო, რომელიც 1106 წელს მოხდა მისი დაარსება, თქვენ აიქ რომ მიხვალთ, ნახავთ წინ არის ის შენობა, რომელიც შემდგომში აღადგინეს ეს აკადემიაც იყო ეს აკადემიის შენობა თავისი ემბლემით გადაშლილი წინიდაც შროშანია ჩადებული შროშანი მოწითშობლის სიმბოლოა და მოწყალე კაცი ქსენონების ანუ საავადმყოფოების გამხსნელი კაცი სადაც შეჭირვებული ავადმყოფი ადამიანები და მეფე თვითონ მიდიოდა მათ მოსანახულებლად საპატრონოდ. ხა როცა დიდი ადამიანი ხარ ბევრ მართალთან რაც ბევრი ლეგენდებიც ითხოვება მე ასეთ ადამიანებს მაგალითად ერთი ასეთი არის ამდენად მართალიას ვარ რომ თვითონ გელათის იმაშიც იღებდა რა ქვია მონაწილეობასო და შემდგომში რა თვითონ აქონდაო ესე იგი ეს ლოდებიო და აი გუმბათის ყელიდან გადმოვარდა მეფეო და ნუ ეგონათ რომ გარდაიცვალა და დაღუპულები ვართ მაგრამ ნუ ერთ სიტყვით რაღაცა 1000 მკურნალობით მეფე ფეხზე მადლობა ღმერთს ფეხზე დააყენეს. აი ერთ-ერთი ესეთი ლეგენდა არსებობს კიდე რომ აი ამ უამრავ ბრძოლებშიო ესე იგი მე ახლა დიდი აი ერწუხის ბრძოლა არ ვახსენე მაგალითად გამოვჭერა. ერთ-ერთი პირველი ბრძოლა იყო რომ სამი ცხენი რომ მოუკლეს და მეოთხეთი დაამთავრა და აი ხმალთ რომ ესე იგი ღარი ხო აქ იმ ხმალსა და აი ჩეხავდა ამ ტერსა სისხლი იმას მიუყვებოდა. ესე მე ეთქვა ამ კლავით თუ რა ჩადიოდა და აქ სარტყელი რო ქონდა შემორტყმული იმდენი სისხლი იყო დაგროვილი რომ ომი რო დამთავრდა შეიხსნა სისხლი წამოვიდა ეგონათ რომ სიტყვით მეფე თვითონ იყო ხო დაჭრილი მაგრამ ეს ცინოთ სამი ცხენი მოუკლე მეოთხეთი დაამთავრა. ერთი ესეთი ხო კარვიდან გამოდისო დავითიო და სადღაციდან ვიღაცა ჩასაფრებული ვიღაცის დღეს სნაიპერს რო ეძახიან ხო დღეს რაღაცა ის არის გაიწივლებს და კერძზე ხვდება და ამ კერძზე მედალიონი აქვს წმინდა გიორგის თქმით მან და მაინც ამ მედალიონს ხვდება ეს ის არის და მეფე სასწაულებრივად გადარჩება. მოწყალე კაცი როგორც გითხარით აი მის დროს ესე იგი რჩება სწორედ მის ძეს ხდება ესეთი მესის მახვილი. მან მონეტა მოჭრა ეს არაბული მონეტა იყო და არაბულად დააწერა ზედ თავზე რომ მესის მახვილია. როგორი ამბავია? რას ეუბნება იმათ ესე იგი რომ იცოდეთ რომ მე მესის მახვილი ვარ. და რეალურად ასეც მივიღეთ რომ ჩვენ იმ დროინდელ კავკასიაში დავითის მეფობის დასაწყისში მივიღეთ უზარმაზარი სახელმწიფო რომელიც თელი სამეზობლოსთვის კი არა მეზობლისთვის იყო ანგარიშ გასაწევი ძალა. აი ესეთი სახელმწიფო სტოვებს დავით აღმაშენებელი თავისი მეფობის დასალიერს. მინდა დიდი ხანია რომ ვლაპარაკობ. სადაც ვთი? ხო, წავალ ნენელა იმისკენ. ამდენს მინდა და აი სიკვდილი. ხო კაცი რომელიც ესე იგი ამდენ ხმალში და ხო აი ლოგიკა არის რომ უნდა მოკვდე ხმლით რა არა. არა ჩვეულებრივად ამ საწოლში ავადმყოფობით
ხდება დავით აღმაშენებელი. ეს 73 წელს დაიბადა, 1125 წელს გადამდენი 53 წლის. აბსოლუტურად. და ხა ჩვენ ჩვენთვის რო დაფიქრდებით, ხა დავით გონია რომ ეს უკვე იყო რაღაცა, ესე იგი ახალგაზრდა კაცი, 53 წლის კაცი. და რაღაცა უცებ აღმოაჩნდება ეს რაღაცა დავადება და ძალიან სწრაფად შეუტევს ეს დავადებაც და აქ ესე იგი ახსენდებათ ესე იგი ანდერძი უნდა დაწეროს და მინდა ამ თემასაც შევეხო და დავასრულებ ასეთ ანდერძს უტოვებს თავის ვაჟს დავითი დემეტრეს რომელსაც ეკუთვნის ტახტი მისი გარდაცვალების შემდეგ და კიდევაც ადის ტახტზე დემეტრე პირველი როგორც გითხარით უკვე ისიც ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული თუმცა იმასაც რეებია გაკეთებული ახლა ესე იმას მოვყვები და ერთხელ ამბობ ეს ამანა ესეთ რაღაცებმა არ უნდა დაგვაბნიოს ჩვენ ჩემო ძირფასებო დავითი წერს ანდერძს შვილს დემეტრეს ეუბნება რომ თავისთავად ცხადია ის მეფეს ყველაფერი მაგრამ გამიზარდეო მიხედეო და გამიზარდეო ვახტანგიო ცვატაო უმცროსი ძე ყივჩაღის ქალისგან რო ეყოლა ეს ხო სომხის პირველი ცოლიდან ყავს და მამით ერთნი არიან დეგიც სხვადასხვა ის ყივჩაღის ყავს ეს ვახტანგი ცვატა და ანდერძში უწერს დემეტრეს რომ გამიზარდეო მიმიხედეო გამიზარდეო და რო გაიზრდებაო თუ ივარგოსო შენს მე ეს გამეფეო არ ვიცი ახლა მას ვიღაცები მაპატიოს ამდენად სწორი ანდერძი აიდან მოგიტევოს მისმა სულმა მაგრამ შემდგომმა საქმეებმა აჩვენა რომ ამ ანდერძმა ძალიან ცუდად იმუშავა დავითის გარდაცვალების შემდეგ 1125 წელს ხო მაშინ აქ ისიც ვთქვათ გელათში დაკრძალვის ამბავი და მე ვთქვათ ეს ამბავი ხო გელათში მიგზანდებით დაიბარა რომ კარიბჭეში შესასვლელში დამგზალეთო ხო დამგზალეს კიდევაც და ფსალმუნის სიტყვებია რომ აქ ჩემი განსა ასე მთნავს როგორც არის ხო ფსალმუნში ხა დამაბზდა და დაგზალეს ესე იგი შესასვლელში რომ ამითიც ამ კაცმა თავისი თავმდაბლობა აჩვენა რომ ესე იგი ხა ვინ ახლა ჩვენ ვინ რომ ესე იგი ისეთ ადგილზე დამარხეთ რომ ყველამზედ გადამიაროს ახლა ესე იგი საფლავიდან ამოხვდებით ესე იგი რომ რას ქვია რა ვერ მაკადრეთ ახლა თქვენ ჯერ ეს კაცი იძახის რომ კიდე გაასე ყველა ვინც აქ შემოვა იმიტომ რომ მაშინ შემოსასვლელი იმ მხრიდან იყო კარიბჭე იქიდან იყო თქვენ სადაც ახლა საიდანაც უნდა შეხვიდეთ სავარაუდოდ თუ შეგიშვეს არ ვიცი ახლა რაღაც ეს მიდის იქიდან იყო ეს შემოსასვლელი და ამიტომ რომ ყველამ გახსოვთ ის ანას დიდებული ლექსია რა ფეხი დამადგით გულზე დამადგით ყოლმა ფეხმა რაღაცა და ასეთი ცოდვა რა ჭირს რომ მეფე რაღაც მიუტევებიო რა ამბობს აი ვიტყვით ამას ხო გალობანის სინანული დამჭა ეგეც უნდა ვთქვა და მაგრამ დიდი ალბათობით შემოძვირფასებო დავითის საფლავი იქ აღარ არის იმიტომ რომ როცა მისი კანონიზაცია მოხდა არავინ მის საფლავს იქ დიდი ალბათობით ის გადასვანებული არის ტაძარში მაგრამ სამწუხაროდ ზუსტად სად ჩვენ ეს არ ვიცით მაგრამ დიდი ალბათობით ის იქ უკვე აღარ იქნება იმიტომ რომ წმინდანად შერაცხვის შემდეგ უბრალოდ ახლა წმინდანის საფლავს ფეხი დააბიჯო დიდი ალბათობით ის არის გადასვენებული უკვე ტაძარში მაგრამ სამწუხაროდ ზუსტად სად ჩვენ არ ვიცით ისე როგორც არ ვიცით თამარის საფლავი რომელიც თამარის ისტორიკოსის მიხედვით იქ არის ზოგადად მინდა იცოდეთ რომ გელათში არის თუ ავწდები დაახლოებით 24 ჩვენი მეფეა დაკრძალული ამაში გულისხმობ ერთიანი საქართველოს მეფეებსაც და იმერეთის მეფეებსაც 23 თუ 24 მე მგონი 24 მეფე არის დაკრძალული სამწუხაროდ ჩვენ დიდი უმეტესობის საფლავები ჩვენ არ ვიცით ახლა ხა სოლომონ მეორე მე 1990 თურქეთიდან რო გადმოსვენეს ხა იმის საფლავი და კიდე ერთ-ერთი და უმეტესობის საფლავები ჩვენ არ ვიცით მაგრამ იქ არის 24 თვალსები 24 მეფის ჩვენი მეფის საფლავია იქ მაგრამ ჩვენ ახლა ზუსტად ესენი არ ვიცით დავითის საფლავიც იქ უნდა იყოს შეიძლება რაღაცა საკუთრებთან ახლოს მაგრამ ზუსტად ჩვენ ეს არ ვიცით რაც შეეხება იმ ანდერძს დავასრულებ რომ რა შედეგი მოიტანა ამ ანდერძმა. დავით უნდა დაწერა ეს ანდერძი და დემეტრე რო გამეფდა
და ვახტანგიც წამოიზარდა იქ ხო ეწერა რომ გამიზარდეო და თუ ივარგოსო გამეფეო იმან ჩათვალე რომ ვარგა და აუჯანყდა ძმას ეს აჯანყება გამთავრდა მისი თვალების დათხრით და დასჯით ეს შუა საუკუნეებია კიდევ ერთხელ ახლა ეს მესმის რომ ეს შუა საუკუნეებია ჩვეულებრივი ამბავია თვალების დათხრა და გამთავრდა ასე ჯიდნენ მაშინ ახლა ასეთი იყო ეს საჯელი და ამიტომ ვიტყვი ხომ რა ვიცი აი ეს ანდერძი რამდენად უგვიტევოს დავითის სულ მაგრამ ფაქტია რომ ამ ამბავმა ჩვენ ვიცით ძმას აჯანყები ესე ჩვენ თუმცა ხა ახტანგმა გასაკვირია იმით იყო სწორედ გაგულისებული რომ მამამისის ანდერძი არსებობდა თორე ეს ანდერძი რო არ არსებულიყო ხა ყველა მიცის რომ სიტყვაზე მამიდან უფრო შვილზე გადადის ტახტი და ну ამას იმედი აქვს რომ მაშინ შვილად იქნებოდა და არ იქნებოდა ეს პრეტენზიები თუმცა ჩვენ ვიცით ჩემ თქვები რომ ქონიათ მაინც ეს მაგრამ რატომ უნდა ქონდეს ეს იცის რომ მამიდან უფრო შვილზე გადადის ხო მაგრამ არის ეს ანდერძი იცის ეს ანდერძი და თulis რომ ვარგასა ამისოდ ხო და ხო დემეტრე კიდე ასე იმათ ახლა რატო დაუთმობდა და საბოლოო ჯამში ამან აი ძმებს შორის ასეთი ტრაგედიით დასრულდა ეს ამბავი ამიტომ აი ესეთ იმიტომ ამბობ რომ ეს სანდერძი არ ვიცი აი რამდენად და ბოლოს რამლა გადაგავლოთ გალობანის სინანულისანი ეს ამდვილად შედევრი გირჩევთ რომ ერთხელ მაინც მოიცალოთ და წაიკითხოთ ესა ეს არის აი ამ ბუმბერაზი კაცის ანასთან ერთად რომ თქვა კალანდადესთან რომ რაკჭის მეფეო ესეთი მიუტოვებიო ხო ასეთი რამეები აკეთე რაღაც მაგრამ ის აი ამ ყველაფერზე წინ არის ქრისტიანი და ის ყველაფერი რაც აკეთა არის მერე და დიახ მან იცის რომ ქვეყნის ინტერესისთვის სისხლის დაღვარა ვიღაცის თავით ვიღაცას არზე ვიღაცა იმაზე ვიღაც დიახ ეს მისი პირადი ახირებები კი არ იყო და მისი რაღაცა პირადი ქვეყნის მაგრამ სისხლი აქვს დაღვრილი ეს მას როგორც ქრისტიანს ესმის წერს ამაზე წერს იმაზეც რომ ახალგაზრდობაშიო ეს კიდევ ძახი ქალების თემა ამბავი ადამიანები წერს რომ რაღაცა ამ ასეთებით ეხლა ეს ამხელა მეფე უზარმაზარი სახელმწიფო რო დატოვა აი ასე იმდაბლებს თავს რომ აი ასე ხმამაღალ აქსარებას გაბარებს ჩვენ ესე გველთან მისვლაგნე ჩუმად სათქმელად ის ხმამაღლა გეუბნება ამ ყველაფერს ჩვენ ჩუმად რა ქვია გველთან არ გვინა ამაზე საუბარი და ის ამაზე ხმამაღლა საუბრობს ეს 50 ეს ქალბანის ეს არის გაწყობილი და გაკეთებული არის დავით მეფსალმონის 50-ე ფსალმონის კვალობაზე თქვენ გახსოვთ რომ როგორ დაიწერა 50-ე ფსალმონი დავითმა ესე იგი ბერსაბე მოეწონა არა და ეს მისი ქმარი იუდა გააგზავნა ეგ წინახალზე რომ ის იქ უნდა დაიღუპოს და ეს ხალი უნდა დარჩეს მას ასეც მოხდება მე როგორ ამხელენ და აი ეს მის მხილებას ის რო სინანულში ჩავარდება ამას მოყვება ის 50-ე ჩემთვის და თქვენთვის ყველასთვის ცნობილი 50-ე ფსალმონი მიწყალემე მეთო დიდითა წყალობითა აი სწორედ ჩვენ ხო თქვით რომ ისინი თავს იმა დავითის შთაომავლებად მეფსალმონე წინასწარმეტყველი დავითის შთაომავლებად სწორედ მის კვალობაზე ისიც როგორც ის წერს ამ ხმამაღალ აღსარებას 50-ე ფსალმონის სახით ისიც აი ამ წერს ამ გალობანის სინანულისანს და სადაც თავისი ახალგაზრდობის თუ შემდგომ პერიოდის რაღაცა ცოდვებზე გვესაუბრება რომ და პატიებას ითხოვს ღვთისაგან ეს კაცი მის მიერ ჩადენილი ესე იგი ნეფსითი უნებლიეთი ესე იგი ახალგაზრდობისა თუ სხვადასხვა ცოდვების გამო რატომ იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვამბობ მან იცის რომ კი ბატონო ქვეყანა კი ბატონო დიდი საქმეები კი ბატონო ყველაფერი მაგრამ ერთ-ერთზე რომ დარჩები ღმერთთან შენ იმას ერთი საზომი აქვს მეფისთვისაც გლეხისთვისაც და ღმერთი ყველასთვის ღმერთი უნდა იყოს და ღმერთს მონანული კაცი
უყვარს და აი ესეთი მონანული კაცის დიდად მონანული და თავდაბალი კაცის სახით წარმოგიდგება ჩვენ დავით აღმაშენებელი აი ამ გალობანი სინანულისანი ჩემო ძვირფასებო. რა ვიცი, მამაო დავამთავრებ შენის ნებართვით, რა ვიცი, ისე თავჩაგუდული რაღაცა, რა ვიცი, რაღაცა გითხარიან, რა. რა ვიცი, მოკლედ ძალიან რომ არ დამეღალეთ ჩემო ძვირფასებო, რა ვიცი. თუ რამე შეკითხვები არის, შეიძლება რაღაცები გამომჩა მეცა და მაგრამ რა ვიცი, შევეცადე რომ თითქოს თავარი რაღაცები მე თქვა და თუ რამე კითხვები არის მე ეს კითხვებითაც შევავსოთ ერთ სიტყვით ჩემო ბატონებო და თქვათ ეგ ამბავი. ხო, კი ბატონო. ფიზიკური არსებობს ეს აღწერილობა, დიახ, მისი ეს აღწერილობა არსებობს, რომ ეს იყო საკმაოდ ესე იგი ტანმაღალი, ჯანმაგარი ადამიანი. სხვა შორის ერთი ფრესკა არის გელათში, სადაც ის მას ეს როგორც ტიტორს მაკეტი უჭირავს გელათისა და გვაქვს ერთი ფრესკა, რომელზეც ნუ ვარაუდობენ რომ ეს უნდა იყოს დავითი. სინას მთაზე. სინას მთაზე, სადაც ის ცოტა რაღაც ესე თითქოს აი ჟღალი წერებით არის იქ სინას მთის ფრესკაზე წარმოდგენილი. ნუ არის ესეთი მოსაზრება რომ ეს არის დავითის ფრესკა სინას მთაზეა ესა და ნახე რამდენად მეცნიერები ვარაუდობენ რომ ეს არის დავითის ფრესკა და დიახ ის რომ ესე იგი ესეთი ბრგე ჩასხმული ესეთი ვაშკაცი კაცი არის დავითი ასე არის ის წარმოდგენილი აღწერილი დავითის ისტორიკოსთან. მოწამეთაზე რა შეგიძლია? თქვენ ხო, მოწამეთაზე ეს დაკავშირებულია, ხა იცი, დავით და კონსტანტინესთან არის დაკავშირებული, ხა იქ ყველაზე დიდი სიწმინდე ეს არის, ეს მოწამეთაც, ესენი იყვნენ ვინა? არაბობის დროს ორი ძმა, არგვეთის ერისთავები, დავით და კონსტანტინე მხეიძეები. ეს არის არაბთა შემოსევების დროს, რომელმაც დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და მოწამეობრივად აღესრულნენ და იქ გადაყარეს ესენი ამათი ნატანჯეს ლოდი გამოაბეს და ისე გადაყარეს ამ დინარეში. მაგრამ აი მოხდა ისა, რომ ესე იგი ეს გაწყდა ეს თოკები და მათი სხეული ამოტიპტივდა ზედაპირზე და ამოასვენეს და სწორედ იქ მოწამეთაში ეხლა ამაზათ არის უკვე კულტურად ეხლა მე ის ძველიც მახსოვს ის ხიზიან ლუსკუმაა შეკრული სადაც მათი ეს თავის ქალები არის დაბრძანებული და ტრადიცია ეგეთი რომ ქვეშ უნდა გაძვრე ამ ლუსკუმის ქვეშ. რახან ეს ახსენეთ მინდა გითხრათ რომ იმათმა ხო არაბებმა ხო ეს გაუკეთეს რაც გაუკეთეს და მე ბოლშევიკებმა კომუნისტებმა სასამართლო მოუწყვეს საუკუნეების წინ გადაცვლილამათ ხო ხტებით ესე იგი ადამიანის სიგიჟე და ცხენის ძუას გამოაბეს ამეთი ნაწილები და ისი ათრიეს. ანუ საუკუნეების შემდეგ ხელახლა აწამეს ეს ხალხი. ბოლშევიკმა ქართველებმა. იქ ხემაის არაბმა ხნა. და აქ მე ბოლშევიკმა ქართველებმა გააკეთეს. მე მუზეუმში იყო ეს მათი ეს ნაწილები ქუთაისის მუზეუმში და შემდგომ დააბრუნეს ეგ მოწამეთაში დღეს უკვე ლამაზად არის იქ ძალიან მოწყობილი ეს ლუსკუმა სადაც ეს ნაწილებია გექნება თქვენ ამის საშუალება ქვეშ გაძრომისაც ვისაც წონა და ასაკი მოგცემთ საშუალებას მე მიჭირს მაგალითად ავიცება სხვა რა არის რამე გვაქვს კიდე რამე ბატონო ისე რა კარგი ჩემო ბატონებო მადლობა მოსმენისთვის გაგახაროთ ღმერთმა და აღლოცოთ ღმერთმა და გილოცავთ ყველა დამდეგ სულთმოფენობის დღესასწაულს ესე იგი ვახსოვდეს ყოველთვის რომ ესე იგი ჩვენი სხეული არის სულიწმინდის ტაძარი და უნდა მოუფრთხილდეთ ყველა ამ მათს გაგახაროთ ღმერთმა გაიხარეთ